მარტული ლიტერატურის როლი დამავიწყდა, ის შპაკალკა მაინც გვადგება. ხო, ეხლა ორი თემაა დაგვრჩა, ძალიან მოკლედ გავილით ამას. რას ნიშნავს ახლა ლიტერატურის როლი თანამედროვე ეზოთერიზმში ზოგადად. ესე იგი, ლიტერატურა როგორი რაღაცა არის? ლიტერატურა არის ის ცნება, რომელიც მოდის უკვე ცოტა სხვა ფიგურებისგან, რომელიც მიუთითებს მასას როგორ უნდა განვითარდეს და საითკენ უნდა წავიდეს, ესე რომ ვთქვა. ანუ ეს არის მომავლის ენერგეტიკული ეხო. რა საით მიდის ადამიანები, საიწაო კაცობრიობა 1-50 წელიწადში, ან 100 წელიწადში. ეს არის უბრალოდ ესა მომავლის ანალიზი, ესე რომ ვთქვა, ხო? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის რეალური, მე ხა ესეთ პაჭიკუჭა წიგნებზე არ მაქვს ლაპარაკი, ხო? რეალური პროცესები მოაქვს ლიტერატურას. აი თქვათ ავიღოთ ჩვენი პოეზია, ჩვენი არა, კაი, სოფლიო პოეზია ავიღოთ, რომელიც 1800 წლიდან დაიწყო დაახლოებით. ხოში ძალიან ომახიანად სიმბოლი ხა ლიტერატურაზე არ მინდა დაგღალოთ, მაგრამ სიმბოლიზმის თეორია რო დაიწყო, ამით მოხდა ძალიან სერიოზული, ანუ მინდა ეპოქების მცირე ანალიზი გავაკეთოთ, რომ რა როლი აქვს ზოგადად ლიტერატურას ამ კუთხით. ესე იგი, როგორ რაღაცა არის ისეთ, რომ როგორც კი დაიწყო, თქვათ, ბოროტების ყვავილები იყო პირველი კრებული, გამოიწყო სახელი. ბოდლერი, ხო, მადლობთ. ბოდლერის გადატრიალება მოახდინა იმ მომხდარში მაგის რუკა მაქვს ნანახი, აი ჩორნი საშინელი, მაგრამ თევზების თემა ყავს ძალიან ძლიერი. და შემოიტანა აბსოლუტურად რა. ესე იგი, ავიღოთ ძველი თაობა 1800 წლამდე, როგორი იყო. ყველა შვიდი, ყველა ეს რაღაც კუკლებით ფორმები და იყო რა, მორალი ძალიან მაღალ დონეზე. ხო? და მორალი როგორი, რომელიც გახდა უკვე როგორც ინსტინქტური მხარე და არა გააზრებული ცნობიერი. მოვიდა ბოდლერი დაახურა ყველას თავზე ყველაფერი, გადაატრიალა და ყველას სატანები ეძახა და თავი პირველ რიგში თავის ეძახდა სატანას. ანუ ეს რა მოხდა? დამანგრეველი აკორდი აიღო, ოღონდ იმას თავის რუკით შეესაბამებოდა ეს ნეგატივი, შეიძლება ძალიან პახაროშომც მოახერხო ეგ და არ არის საჭირო რაღაც სატანის ქადაგება, ეგ რომ მოხდა ძალიან მიყვარს ბოდლერი მაგაზე არ არის ლაპარაკი. და ეს იყო პირველი შუქურა, რომ მოახლოებულია სერიოზული ცვლილებები ეპოქალური ადამიანების ცნობიერებაში. შემდეგ, ეს განვითარდა, მოედო უკვე მომავალ. ესე იგი, როგორ ხდება? მოხდა ამერიკაშიც იგივე, ეს გადაბრანჭული ქალების დაახლოებული თმებით დიასახლისები და რომ ძალიან ესეთი კარგი დიასახლისები, კაი კვარი რაღაცა, გადავიდა მარაზმში, როგორც ყოველთვის ხდება. ანუ მაგაზია ზუსტად მნიშვნელოვანი, რომ რაღაცა დიდხანს არ შეიძლება გაჩერდეს ის უკვე უნდა ან პახაროშომ ტრანსფორმირდეს, ან მოვა ვიღაცა ხიპი პანკი დაგახურავს თავზე, რომ მოგიწევს შეცვლა. ესე იგი, ამათ იდილისტური, ლამაზი ცხოვრების რაღაცა ფორმა ვითომ მაგაც ეყოლათ ისეთი შვილები, რომელიც გახდნენ ხიპები და აბსოლუტურად უარი თქვეს ყველაფერს და რევოლუცია მოახდინეს სრული. ესეც ლიტერატურაში იყო უკვე, ანუ რაღაც მაგ კუთხით. ესე იგი, ხდება როგორი რაღაცა, რომ ყოველთვის ლიტერატურა ახდენს მძაფრ რეაქციას იმ სიტუაციაზე, რაც უკვე ყაყდება. პირველი აი ამ ჩამყაყებაზე არ ნიშნავს რომ ის ცუდია. შეიძლება მე ხა შეგნებულად უნდა ვიყოთ პატიოსნები და არა იმიტომ რომ საზოგადოება ამას გთხოვს. ამაშია მთელი ფოკუსი. ჩვენ შეგნებულად უნდა ვიყოთ რელიგიურები და არა იმიტომ რომ ყველა ეკლესიაში დადის სიტყვაზე და ჩვენ ძალიან სწორად გააზრებულად უნდა ვიყოთ და თუ დანგრევა არ ნახე, შენ იქ აღზევებასაც ვერ ნახავ, ხო? ანუ ეს რაღაც ისეთი მომენტებიც ზოგჯერ მოსულა ეს ანარქისტულ ხიპური, ხო? გარკვეულწილად და შემდეგ მინდა ლიტერატურაზე ვილაპარაკო ძალიან სერიოზულად, ძალიან მოკლედ, ოღონდ მნიშვნელოვანი კუთხით. იყო სხვათა შორის გიждები ჰერმან ჰესეზე, თუ ვიცი ჩემს სტატიებს გაეცნო, მან მიწერია ჰესეს ენერგიაზე და რა გააკეთა და ეზოთერიზმთან პირდაპირ კავშირი და ამიტომ მინდა ამაზე გავაკეთო აქცენტი. თომას მანმაც ვითომ გახსნა ეგ ეპოქა, მაგრამ მთელი მწერლობა რა იყო ეს? წაკითხონ მაგ უამრავი, დამენდეთ რომ ეს გადაკინდეს გადამოწმებული მაქვს. მთელი დაახლოებით 1900 წლამდე, არა, ბუდიში 1850-იანებიდან დაიწყო უკვე ეგეთი მიმდინარეობა ახალი. იყო როგორი ლიტერატურა. სხვები არიან დამნაშავეები ყველაფერში. საცოდავი მსხვერპლი საზოგადოების გარშემო. და დღესაც ინერციით მოყვება ეს ლიტერატურული ჟანრი, რომელიც არ არის სწორი. იმიტომ რომ ეს ზუსტად ძველი გადმონაშთი არის იმათრე რომ გითხრათ და ანუ მე მაგიტომ მინდა დაგანახოთ პრაქტიკა ნამდვილი ხელოვნების, რომელიც უკვე ცოტა სულიერ ვიბრაციებზე მუშაობს და არა
მხოლოდ რაღაც გულის ტკივილისა და იყო ყველა თუნდაც დოსტოევსკის ყველა პირი იყვნენ მსხვერპლი ან თვითონ თან ცუდი ტიპები თან კარგი რო ვერ გაიგებინები არიან მაგრამ არასოდეს არ ყოფილა რომ გმირი ყოფილიყო აი ისა ჰერმან ჰესემ რა შემოიტანა იცით ხალხ ნო აი რეალურად მაგას რო წაიკითხო არაფერი არ ხდება ფიზიკურად მის ძელ წიგნებში არაფერი არ ხდება განსაკუთრებით საზოგადოება ძალიან კარგია და არც არიან საზოგადოება მის წიგნებში და არის თავარი რა ადამიანის შიდა მსხრევა პიროვნულის ტკივილები ყველა მისი გმირი აბსოლუტურად დანგრეულები არიან შინაგანად რომელიც ეძებენ საკუთარ თავში პასუხებს ეძებენ სიმშვიდეს შინაგანს და იბრძვიან აი მთელი მაგისი ყველაფერი მაქვს ჰერმან ჰესეს საკითხული ამიტომ სრული პასუხისმგებლობით რომ ერთი იდეა არის ყველა მაგის წიგნებში ეს რა იყო რეალურ ნუ ხა შტაინერის მოწაფეც იყო ხელშეის ჰესე და დადიოდა იმ გოეთეანუმის ინსტიტუტში ლექციებზე ანუ ქონდა უკვე ეს მას ეს ცნობიერება და აი სულ ისე ხდება რომ აი მე ჰერმან ჰესე ფანტასტიკური მაგრამ რეალური არც ვერა ვერ გაიგო ამ წერილის რა იყო სინამდვილეში ამა რა რევოლუცია მოახდინა მან იწინასწარმეტყველა ფაქტიურად თავის შემოქმედებაში რომ ადამიანები დაიწყებთ უკვე განა გარეთ ყურებას და შენ ეს დამიშავე შენ ვაიმე რა საწყალი ვარ და ვაიმე რა უბედური ვარ არა დაიწყებთ უკვე ჩვენ თავის დადანაშაულებას თუნდაც რეალურად რო არ ვიყოთ ჩვენ დანაშაულები ამაში არის საქმე მე ის თუნდაც ის მაგიურ თეატრში რო დაამსხვრია პიროვნება რეალურად ჩვენში მართლა ყველაფერი არის კოლელიც არის ქალიც არის, კაციც არის. ეს ახლა ეზოთერულად ქალის და კაცის საწყისი გვირევია ყველას ერთმანეთში, შინაგანად და ანუ ამან მოიტანა ეს უდიდესი ახალი ადამიანის შექმნა, რომელიც რეალურად აი თუნდაც ახლა ჩვენ ნელა მაგისკენ მივდივართ, მაგისკენ რომ უკვე გავაცნობიეროთ საკუთარი ინდივიდუალური როლი და ჩავიხედოთ შინაგანად. ჩვენ თავში მთელი ამდენი საუკუნეების განმავლობაში კაცობრიობა იყო მიმართული გარეთ. იყურებოდნენ სულ სხვებში და არაცოდეს არ ჩაღრმავებულან ჰესემ შეიხედა თავის თავში და აღმოაჩინა იქ უდიდესი სამყარო რომელიც გაგვიტოვა და სხვათა შორის იმასაც ჰქონდა ეგ უკვე თომას მანაც დაიწყო თან საზოგადოება რა ცუდია მაგრამ პერიოდულად ჩაღრმავება საკუთარ თავში ადამიანს ეს ისე მოვიყვანე იმიტომ რომ მე მინდა ვთქვა ამითი აი ამ თემით რომ ლიტერატურაც ზოგადად მთელი ყველაფერი არის ხალხო ერთი ყველაფერი ემსახურება ადამიანის სრულყოფას თავიდან ბოლომდე. და სრულყოფა არის სწორედ ზუსტად ის, რომ ჩვენ საკუთარ თავში ჩავიხედოთ და არა ის, რომ სხვებს ვუყუროთ, ჩვენ უკვე ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ რა არის სინამდვილეში ეზოთერიზმი და საკუთარი თავის პოვნა და აი წერლობაც ზუსტად მაგისკენ მიგვათითებდა, რომ უნდა მოვეშვათ გარშემო ხალხს ყველას და ყველა ის შემთხვევა, რაც გარშემო ხდება, ვეძებოთ საკუთარ თავში ამის პასუხები.